Здравствуйте, мои хорошие! Сегодня разберем с вами вторую часть про большой снегопад в Тбилиси. Снегопад, правда, давно закончился, и уже солнышко греет вовсю, и весна у нас на пороге, но все-таки надо довести дело до конца. Давайте приступим. თბილისისგან განსხვავებით რთული მეტეოროლოგიური პირობები ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოში. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. სპეციალური ტექნიკა ცენტრალურ და შიდა გზებს წმენს. თბილისისგან განსხვავებით რთული მეტეოროლოგიური პირობები ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოში. В отличие от Тбилиси, сложные метеорологические условия сохранятся и в Западной Грузии. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. В высокогорной Аджарии снежный покров превысил 1 метр. Специальная техника централურ და შიდა გზებს წმენს. Специальная техника защищает центральные и внутренние дороги. ხვალიდან ველოდებით გამოდარება, შესაბამისად რამოდენიმე დღეში დავასრულებთ სასოფლო და საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოებს. დეპარტამენტი სრულად არის მობილიზებული შესაბამისი ტექნიკითა და ადამიანური რესურსით, რათა ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდით და მოვახდინოთ უსაფრთხო გადაადგილება მათი. ხვალიდან ველოდებით გამოდარებას შესაბამისად რამდენიმე დღეში დავასრულებთ სასოფლო და საურნო гзების გაწმენდით სამუშაოებს. С завтрашнего дня мы ждем хорошей погоды. Соответственно, через несколько дней мы завершим очищением деревенских дорог. Департаменты სრულად არის მობილიზებული შესაბამისი ტექნიკითა და ადამიანური რესურსით, რათა ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით და მოვახდინოთ უსაფრთხო გადაადგილება მათი. Департамент полностью мобилизован соответствующей техникой и человеческим ресурсом, чтобы максимально встать рядом со своим народом и обеспечить безопасное передвижение, их безопасное передвижение. უხვინალექია კახეთშიც. თითოვლობის გამო მესამე დღეა თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია. რეგიონის მასშტაბით 1000-მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. უხვინალექია კახეთშიც. Непрекращающиеся осадки и в Кахетии. Დიდთოვლობის გამო მესამე დღეა თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია. Из-за большого снегопада третий день в Тель-Авиве остановлена работа муниципального транспорта. Регионის მასშტაბით 1000-მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. В масштабах региона более 1000 абонентам отключена электроэнергия и до сих пор не подается. დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული სამსახურები და სახელმწიფო სერვისები, გაიხსნა სკოლები და ბაღები, ერთეულების გარდა, სადაც ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია, რაზეც მუშაობენ კომპანია ენერგოპრო და დღის განმავლობაში როგორც მუნიციპალური სერვისი, ისე ენერგოსერვისები იმუშავებენ აქტიურად, რათა მოსული უხვინალექის გამო მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს მოსახლეობას. დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული სამსახურები და სახელმწიფო სერვისები. გაიხსნა სკოლები და ბაღები. იმ ერთეულების გარდა, სადაც ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია, რაზეც მუშაობენ კომპანია ენერგოპრო და დღის განმავლობაში როგორც მუნიციპალური სერვისი, ისე ენერგოსერვისები იმუშავებენ აქტიურად, რათა მოსული უხვი ნალექის გამო მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენ მოსახლეობას. Длинное предложение вышло. დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული სამსახურები და სახელმწიფო სერვისები. Сегодня с утра в обычном режиме работают административные службы и государственные сервисы. Გაიხსნა სკოლები და ბაღები, открылись школы и сады. Იმ ერთეულების გარდა, სადაც ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია. Кроме тех единиц, где до сих пор электроэнергия не восстановлена.
რაზეც მუშაობენ კომპანია Energo-Pro და დღის განმავლობაში როგორც მუნიციპალური სერვისი, ისე энергосервисები имушаобен активно. Над чем работает компания Energo-Pro, и в течение дня также муниципальные сервисы, также энергосервисы работают очень активно. Რათა მოსული უხვი ნალექის გამო მინიმალური дискомфорти შეექმნას ჩვენს მოსახლეობას. Дабы пришедшие непрерывные осадки доставили минимальный дискомфорт нашему народу. მომდევნო 2 დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ. ტემპერატურა ღამის საათებში -7 გრადუსამდე, მაღალმთიან რეგიონებში კი -15 გრადუსამდე დაეცემა. 23 იანვრიდან კი გამოიდარებს. მომდევნო 2 დღის განმავლობაში синоптикосები ქვეყნის მასშტაბით ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ. В течение ближайших 2 дней синоптики в масштабе страны прогнозируют сильные морозы. Температура ღამის საათებში -7 გრადუსამდე, მაღალმთიან რეგიონებში კი -15 გრადусამდე დაეცემა. Температура упадет в ночные часы до -7 градусов, а в высокогорье аж до 15. 23 январიდან კი გამოიდარებს. После 23 января будет хорошая погода. Дари это хорошая погода. საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ ველოდებით ნალექს, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ღამის საათებში შესაძლებელია ძლიერი, იქ როლებს დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, უფრო ძირითადად ეხება სანაპირო ზოლს, სანაპირო რაიონებში გვექნება ძირითადად ნალექი წვიმის სახით, ხოლო შიდა რაიონებში კოლხეთის დაბლობზე თოვლ-ჭყაპის სახით. გამთასა და მაღალმთიან ზონაში ველოდებით თოვლს. ზეგისთვის, რადგან ნალექი შეწყდება, უკვე ღამის საათებში ყინვა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ ველოდებით ნალექს. В Западной Грузии в большинстве районов снова ожидается снег, точнее осадки. Зоган შესაძლებელია ძლიერი, где-то, возможно, сильные. ღამის საათებში შესაძლებელია ძლიერი, იქ როლებს დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი. То есть через какое-то время в ночные часы, возможно, сильный ветер направится в западную часть. Вот как-то так, в западном направлении. Უფრო ძირითადად ეს ეხება სანაპირო ზოლს. В основном это касается прибережной линии. სანაპირო რაიონებში გვექნება ძირითადად ნალექი წვიმის სახით. В прибрежных районах в основном будет осадки в виде дождя. ხოლო შიდა რაიონებში კოლხეთის დაბლობზე თოვლ-ჭყაპის სახით. А в внутренних районах на Колхетской низменности в виде мокрого снега. Дамтаса да მაღალმთიან ზონაში ველოდებით თოვლს. А в горах и в высокогорье, и в зоне высокогорья ожидается снег. ზეგისთვის, რადგან ნალექი შეწყდება, უკვე ღამის საათებში ყინვა მოსალოდნელი. А на послезавтра, так как прекратятся осадки, ожидается мороз. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მძღოლებისთვის სპეციალური რეჟიმები დაწესდა. მხოლოდ 48 საათის შემდეგ მოიხსნა შეზღუდვები გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე. დღის პირველ ნახევარში განახლდა მოძრაობა ტრაილერებისთვის კობი-გუდაურის гзаზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მძღოლებისთვის სპეციალური რეჟიმები დაწესდა. Из-за тяжелых погодных условий для водителей были созданы специальные режимы. Холод 48 საათის შემდეგ მოიხსნა შეზღუდვები გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. Только после 48 часов были сняты ограничения на Гомбори-Телавской автомобильной дороге. დღის პირველ ნახევარში განახლდა მოძრაობა ტრაილერებისთვის კობის-გუდაურის გზაზე. И в первой половине дня возобновилось движение для трейлеров по Коби-Гудаурской дороге. Вот такое непростое видео у нас получилось. Пишите в комментариях, у кого получилось разобраться, кому было очень сложно, кто сдался и не стал слушать. Подписывайтесь на канал, ставьте лайк и присоединяйтесь в телеграм-канале. До новых встреч, мои хорошие, и успехов вам!